Tona პირველ რიგში მინდა მივსამძიმრო მის მეუღლეს, მის შვილებს, მის მშობლებს, მის ახლობლებს. Ამ ტრაგიკული ამბავი მოხდა. Ბუნებრივია გადაჭრით და ვერაფერზე ვერ ვისაუბრებთ, გამოძიება მიმდინარეობს, უბრალოდ გამოძიება უკვე დაიწყო ისე, რომ პირველივე სამართალდამცავთა პირველივე განცხადებიდან გახდა ეჭვები. Რატომ დაიწყო გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით? რა შეშია თვითმკვლელობა? იმიტომ რომ ეს არის სამართალდამცავთა დისკრეცია. და იმ მომენტისთვის ისიც კი არ იყო დასაბუთებული რამ განაპირობა თვითმკვლელობის ფაქტორი. Მხოლოდ შემდეგ გვიან 10 საათზე დაიდო ინფორმაცია პროკურატურისა დაახლოებით 10 საათზე პროკურატურის განცხადება დაიდო, სადაც საუბარია იმაზე, რომ ის თითქოს მან დღეს დაირეგისტრირა იარაღი და დღესვე შესაძლოა ამითვე მოიკლა თავი. დიახ, თქვენ არ ვიცი თუ გქონდათ საშუალება მოგესმინათ მისი მეგობრების განცხადება იმ შესახებ, რომ ის ამბობდა პირდაპირ და მართლაც აპირებდა იარაღის ყიდვას დღეს თავის ბადრინ ანიტაშვილის განცხადება ნახე. დიახ. ხო, ნუ არ ვიცი ხა მე ესე ადამიანების სხვადასხვა ხო ფაქტია ბადრინ ანიტაშვილის პირველი განცხადება ვნახე მე რომ ის არ აპირებდა თავის მოკვლას და ხო, ამიტომ ესეც ეჭვს პადებს არა? დიახ. მას შემდეგ რაც პროკურატურამ გაამჟღავნა ის რომ თქვა თურმე დღეს დაურეგისტრირებია იარაღი, ანუ ვინც იძიებს ის აფცელებს განცხადებას რომ თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო გამოძიება, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით და ისვე არეგისტრირებს იარაღს. თავისთავად ეს არ შეიძლება სანდო ინფორმაციათ იქნეს მიღებული თუ თქვა სხვა ფაქტორთა ერთობლიობა არ უწყობს ხელს. ეხლა რომ მივყვეთ მოვლენებს ქრონოლოგიურად. მე აქვე იმასაც დავამატებ, თქვენ თუ მოისმინეთ ქალბატონო თამარ, აგრეთვე იმის შესახებ, მე ვისაუბრე უკვე და მაყურებელმა ეს იცის, რომ პროკურატურის განცხადებაც შეიცვალა. პროკურატურის განცხადებაში ჯერ იყო საუბარი თვითმკვლელობისა და მკვლელობის შესახებ, მაგრამ შემდეგ ეს სიტყვები გაქრა საბოლოო განცხადებიდან და ახლა აქ მხოლოდ წერია, რომ მოწყდება და განიხილება მომხდარის სხვადასხვა ვერსიები. ეს განაპირობა ცხადია საზოგადოებრივმა რეაქციამ, იმიტომ რომ თვითმკვლელობის ვერსია არავინ არ დაიჯერა და პირიქით ამან გარკვეული ბუნდოვანება და დამაჯერებლობა პროკურატურის და ზოგადად სამართალდამცავთა საქმიანობას შესაბამისად პროკურატურამ ფლექსიბილურობა გამოიჩინა და საზოგადოების განწყობას აუწყო ფეხი. ამიტომ ეს პირიქით კიდევ უფრო არადამაჯერებელს ხდის მათ მოქმედებებს. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ცხადია მე გადაჭრით ვერაფერს ვერ ვისაუბრებ. უბრალოდ მე მინდა რომ გავყვეთ ყველაფერს ქრონოლოგიურად. ის რომ რუსთავი 2 არის ბიძინა ივანიშვილის სამიზნე, ეს ახალი ამბავი არავისთვის არ არის, ის უჩვეულოდ გულწრფელი ადამიანია და ამაზე ხშირად უსაუბრია, მაგრამ საგულისხმოა ამ ხრივ და ბატონ ეროსისაც მიუქცევია ყურადღება, როგორც მე არ მქონდა წაკითხული ეს ინტერვიუ, მე მქონდა მხოლოდ მაესტროს მონაკვეთი წაკითხული, როდესაც ჩემი დასკვნა დავწერე და ჩემი შეხედულება დავწერე Facebook-ზე. რამდენიმე დღის წინ კახკალაძემ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ რუსთავი 2 დაუბრუნდება კანონიერ მფლობელს. ნუ ჯერ ახლა უკიდურესი შეზღუდულობა თუ უბიძგებს ადამიანს ასეთი განცხადება გააკეთოს, იმიტომ რომ ეს ხომ მის წინააღმდეგ მუშაობს, როგორ შეიძლება ვიცე-პრემიერმა იცოდეს ვინ არის რუსთავი 2-ის კანონიერი მფლობელი, არის თუ არა კანონიერი მფლობელი ის, ვინც დღეს არის მფლობელი რუსთავი 2-ის და დაუბრუნდება თუ არა, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, არა? როდესაც ვიცე-პრემიერი ამას აანონსებს წინასწარ, უკვე თავიდანვე იკვეთება პოლიტიკური მოტივი იმ სასამართლო პროცესში, რომელიც შესაძლოა გაიმართოს რუსთავი 2-თან დაკავშირებით. ეს ერთი. მეორე, ამის შემდეგ ხდება ის, რომ ეროსი, ისედაც ვიგებთ ყველანაირი წყაროდან, რომ რუსთავი 2-ზე მზადდება რაღაცა შეტევა და თქვათ, აი აგვისტოშივე უნდა თითქოს მოთავება იმის, რომ რუსთავი 2 გამოგლიჯონ ახლანდელ მფლობელებს და თქვათ დაუბრუნდეს ეგრეთ წოდებულ კანონიერ მფლობელს. და გიგი უგულავამაც ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა კიდევაც სასამართლო პროცესის დროს. კი, გიგი უგულავამაც განაცხადა, არა მარტო გიგი უგულავამ, ხა ჩვენ ყველანი იმას ვსაუბრობთ, რაც გვესმის, ხო? მათ შორის გიგი უგულავაც. მესამე, თვითონ ბატონი ეროსი აძლევს ინტერვიუს ამასთან დაკავშირებით, რომ მედიაზე ბიძინა ივანიშვილის კონტროლი ძლიერდება და სააკაშვილი თუ ამას ნაჯახით აკეთებდა, ესეთი ფრაზაა თუ არ ვწდები, შევარდებოდა ხოლმე ამას ბიძინა ივანიშვილი ისე აკეთებს, რომ ცდილობს თვითონ არ გამოჩნდეს, აი ეს ზუსტად ესეთი ფრაზაა და მეორე დღეს ადამიანს პოულობენ ავტოფარეხში მკვდარს გვერდით იარაღით, რომელზედაც ამბობენ თურმე რომ იმ დღეს დაირეგისტრირა. აი თქვენ მითხარით ახლა არ ჩდება კითხვები ამასთან დაკავშირებით? კითხვები ჩდება, რა თქმა უნდა და ყველა ელოდება, ყველა ჩვენი სტუმარი ამას აცხადებს, რომ ელოდებიან გამოძიებას. რამდენად ენდობით თქვენ გამოძიებას, რომელიც მე გამიჭირდება ფარცხალაძის უწყებას ვენდო, ჩვენ მქონია ესეთი შემთხვევები, როდესაც მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებით გაჩენილა კითხვები და გამოძიება ჩაუტარებია შემდეგ რესპექტაბელურ, თქვათ, საგამოძიებო სტრუქტურებს ისეთებს, როგორიც არის მაგალითად ფედერალური საგამოძიებო ბიურო. არ ვიცი ხა ამ შემთხვევაში ეს
უწყება იქნება შესაბამისი, მაგრამ არსებობს სხვა შესაძლებლობებიც, რომ ექსპერტიზა გააკეთოს იმ თქვათ საგამოძიებო სამსახურმა, რომელსაც არანაირი დაინტერესება ამ საქმის მიმართ არ აქვს. ფიქრობ ეს უკეთესი იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირად გადაჭრით ამაზე საუბარი არ შეიძლება, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ როგორც დღეს ამ ამბის გავრცელებიდან დღემდე იქცევა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები, იქცევიან მათი თითოეული განცხადება ბატებს დამატებით ეჭვებს. მე თქვენივე განცხადებით გავაგზავნებთ თქვენ საუბარს, თქვენ სოციალური ქსელით გავრცელებულ კომენტარში ასეთი რამეც თქვით. ნებისმიერი შეტევა რუსთავიორზე ეროსი კიცმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიას საფუძველს გამოაცლის და დამარწმუნებს, რომ დაკვეთილ მკვლელობასთან გვაქვს საქმე. კი, თუ დღეს ხვალზე განხორციელდება რუსთავიორზე შეტევა და უახლოეს მომავალში ცხადია ეს გააძლიერებს ჩემ ეჭვს, რომ ეს იყო დაკვეთილი მკვლელობა, თუ რასაკვირველია გამოძიება და თუ რასაკვირველია კი და თუ რასაკვირველია გამოძიება მარდადო ისეთი ვერსია, ისეთი შედეგი, თქვათ, რომელიც გამორიცხავს ყველანაირ კითხვას და ეს შედეგი არ იქნა გამყარებული რომელიმე მიუკერძოებელი საგამოძიებო სააგენტო იქნება ეს თუ სამსახურის მიერ და კიდევ ერთი არ შემიძლია რომ ქალბატონ თეატროლოგიანს არ გამოვეხმაურო, დღეს მან თქვათ მოუწოდა საზოგადოებას, რომ სპეკულაციებისგან თავი შეიკავოს. ქალბატონ მინისტრს მინდა უთხრა, რომ ის წარმოადგენს გუნდს და თავად თვითონ და მისი გუნდი ყოველგვარი გამოძიების და სასამართლოს გარეშე წინამორბედ მთავრობას ამხელდა ყაჩაღობაში, უწოდებდა მონსტრებს, უწოდებდა მათ რაღაც მკვლელებს და ასე შემდეგ. ცხადია, ქალბატონ თეას და მისი გუნდის უსაქციელობა არ ახსნის სხვების უსაქციელობას და არ გაამართლებს არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ ერთია, როდესაც ხელისუფლება გამოძიების გარეშე აცელებს ჭორებს ფაქტობრივად და მეორეა, როდესაც მედია იქნება ეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სვამენ კითხვებს გამოძიებასთან დაკავშირებით და თუნდაც სპეკულირებენ ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ესეც დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რომ კითხვები გაჩნდეს სამართალდამცავთა საქმიანობასთან დაკავშირებით. და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. დიდი მადლობა ქალბატონი თამარ ჩერგოდეიშვილი გვერდებოდა.